მოგესალმებით დავით ბალხარაშვილი. ავიდე ორგოში მარტივად მინდა ჩამოვაყალიბო მოკლედ ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომელზეც სხვა მედიცინის დარგი ან შედეგს ვერ დებს, ან დროში იწელება და დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ან მედიკამენტზე დამოკიდებულს ხდის, როცა რეაბილიტაციით ხშირად რამდენიმე სეანსით იჭრება ხოლმე ეს პრობლემა. ესენია შაკიკი, ანუ ძლიერი თავის ტკივილები, არტერიული წნევა, რომელიც მუდმივად ახასიათებს პაციენტს, რომელიც ხშირად შემდგომ უკვე ინსულტის საფრთხეს ქმნის. ესენი არის წუვილები ყურის არეში, აღარ ვლაპარაკობ თქვა ტკივილს ბეჭების ზუგის არეში ან ცხიმოვანი კუზი, როდესაც აქვთ ხოლმე პაციენტს და აღარ ვლაპარაკობ ხერხემლის თიაქარზე, რომელიც რეაბილიტაციით უფრო სწორედ იმართება და იკურნება ხაზს გაუსმევ. შემდეგი არის კუჭის თიაქარი და ასევე რეფლუქსი, როდესაც კუჭის სარქველი ვერ იხურება და სიმჟავიანობა მოდის ხოლმე და წვავს საყლაპამის და ეს ძალიან მარტივად იხსნება ხოლმე სწორ რეაბილიტაციით. თუ გაქვთ შეკითხვა კონკრეტულ დაავადებაზე, რა ჩამოთვალე, რანაირად იკურნება და უფრო ხანგრძლივი ვიდეო გინდათ გავაკეთოთ, მომწერეთ, რომელზე გინდათ. ზოგადად შემიძლია თქვა თუ კითხვა გაქვთ, რატო კურნავს რეაბილიტაცია და სხვა დარგია და მარტივად ესე აგეხსნით, რომ მოგეხსენებათ ახლა დაავადებები იყოფა, უბრალოდ მედიცინა იყოფა მიმართულებებად, ხო თქვათ, კარდიოლოგია, ნევროლოგია, ქირურგია. ეს ჩამონათვალი პრობლემები ძირითადად კურნალობ ჩვენ, ხო, როგორც ახლა მაგალითად კარდიოლოგს მე რო ასწავლი, როგორ უკურნალოს გულის დაავადებულს, ან ქირურგს მე ჭკუის სწავლებას ვერ დავუწყებ, ოპერაცია როგორ ჩაატოს, არა ჩემი სფერო. ანალოგიურად ეს სფერო რა ჩამოთვალე ეს დაავადებები ჩვენ სფეროს ეკუთვნის და ჩვენ ვერევით ხოლმე, იმიტომ ვთქვი ეს. ამით ეს არის ძირითადი მიზეზი. მადლობას გიხდით ყურადღებისათვის, ჯანმრთელობას გისურვებთ.